საქართველოში 1.800.000-მდე ავტომობილია რეგისტრირებული, მათი უმრავლესობა 10 წელზე მეტი ასაკისაა. წლიდან წლამდე იზრდება ტექისპექტირების მაჩვენებელიც, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მოთხოვნა მაინც დაბალია. როგორია ტექისპექტირების შედეგები, რა გამოწვევებია სექტორში, და რა ცვლილებების საჭიროების წინაშე ვდგავართ, ამაზე ვისაუბრებთ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტად დავით მესხიშვილია, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ბევრჯერ გვიწევს ხოლმე ამ ეთერში მე და თქვენ სტუმრობა, თუმცა რადგან 2025 წელს პირველად ხვდებით ერთმანეთს, 2024 წლის შეჯამებას გთხოვთ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთ-ერთი ის სეგმენტია, რასაც ტექისპექტირება ქვია, როდესაც ტექისპექტირების ცენტრებში ერთი შეხედვით ყველაზე კარგად უნდა გამოჩნდეს არსებული სურათი. რამდენად გამართული ავტომობილები დადიან მათ შორის პირობითად ამ შემთხვევაში უკვე დედაქალაქში. ამიტომ სურათი როგორი იყო 2024 წელს და მერე ვისაუბროთ უკვე იმ საჭიროებებზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრის გარეშეც ეს მიმართულება ერთი რომ ბიზნესის სრულყოფილ ბიზნესად ვერ იქცევა და მეორე თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამართული ავტომობილები დადიოდეს დედაქალაქში. დღემშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რეფორმა დაიწყო 2018 წლის 1 იანვარს და მთავარი საფუძველი რეფორმის იყო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება, განსაკუთრებით ხო დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობის შემცირება, მაშინაც იყო და დღესაც არის გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევა, რომ ევროკავშირშიც კი 15% მოდის ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საგზაო შემთხვევების და დაღუპულების და დაშავებულების. საქართველოში ეს და განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 25-30%-ია, ამიტომ რეფორმის დაწყება იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, საგზაო შემთხვევებში დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობის შემცირებისთვის. საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა ამ რეფორმამ, 7 წელი გავიდა, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ 2024 წელიც და უკვე განვლილი 7 წელიც. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მათ შორის პანდემიის პერიოდი იყო, როდესაც ისეთი ჩავარდნის საფრთხის ქვეშაც კი დადგა ინსპექტირება როგორც სფერო, მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ ის მთავარი ძირითადი ბარიერები, წინაღობები არის გადალახული. 2024 წელს განსაკუთრებით რაიმე ისეთი შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა, თუმცა მუდმივად დღემდე რჩება მთავარ გამოწვევად კანონის აღსრულება გზებზე, რაც არის დღეს დაკავშირებული პირდაპირ ეგრეთ წოდებულ ჭკვიან კამერებზე და მიმართვიანობის პრობლემა, თქვენ სწორად აღნიშნეთ თქვენ სიტყვაში, რომ კვლავ არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ანუ მიმართვიანობა, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ჭკვიანი კამერები, რომლის არსებობასაც ჩვენ მივესალმებით ორგანიზაციაც, არასამთავრობო სექტორიც, იმიტომ რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს სხვაგვარად ვერ აამაღლებს, თუ თანამედროვე ტექნოლოგიები არ დაინერგა, ვერ ფარავს თლიანად ქვეყანას და ამავდროულად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც არის ტექნიკური ხარვეზებიც. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა, ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები არის რეგისტრირებული. ამიტომ კანონის აღსრულებისთვის აღარ არის საჭირო მხოლოდ ჭკვიანი კამერები, ანუ შეიძლება ეს იყოს დამოკიდებული, ვთქვათ, საინფორმაციო ბაზიდან ადმინისტრირებაზე, ვინ მიმართა ინსპექტირების ცენტრს და ვინ არ მიმართა. ნუ კვლავ რჩება ასევე გამოწვევა. რამდენად დიდია მიმართვიანობა ავტომობილთა მხრიდან და არის თუ არა შემთხვევები, სტატისტიკურად რა სურათი გვაქვს, არის თუ არა შემთხვევები, როდესაც მიუხედავად მიმართვისა, ანუ ამას რაც ძილი აქვს, რეალურად მაინც გაუმართავი ავტომობილი დადის დედაქალაქში. კი, ჩვენ მივედით ახლა ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან, მათ შორის манипуляციებთან, რომელსაც ხშირად მიმართავენ მძღოლები ჩვენი ინფორმაციით და რომელთა მიმართებაშიც კანონს ჯერჯერობით არ აქვს პასუხი, ხო? ანუ არ ითვლება რაღაც დარღვევად, იგივე ეს ეხება ავტონაწილების დაქირავებას, ინსპექტირების გავლის მიზნით, ხო? ყველას გვსმენია, ეს უკვე სიახლე აღარ არის. აი ამ ქმედების მიმართ რაღაც სამართლებრივი შეფასებები არ არსებობს სამწუხაროდ და ინსპექტირება რა არის, ხო? პროცესი ინსპექტირება არის ის, რომ ჩვენ შევამოწოთ ჩვენ ავტომობილს ტექნიკურად გაუმართავი ხომ არ არის, ან ისეთ ხარვეზე ხომ არ არის, რომელსაც შეიძლება ჩვენ სიცოცხლის ან ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. როდესაც ადამიანი ხა ამის მიზნით კი არ მიდის ინსპექტირებისთვის, არამედ უბრალოდ უნდა რომ გაძვრეს და ამავდროულად მე ისე ტექნიკურად გაუმართავი იყოს, რითაც საფრთხე შეუქმნას სხვის სიცოცხლეს, მათ შორის მისივე სიცოცხლეს არის სრულიად მიუღებელი, რა თქმა უნდა, ხშირად ჩვენ ხვდებით ასეთ გაუაზრებელ ქმედებებს, იმიტომ რომ ხშირად რამდენად ხშირად სტატისტიკურად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ეს არის ერთეული შემთხვევები,
ცალკეული მძღოლების მხრიდან თუ ამას აქვს რაღაც მასიური, ასე ვთქვათ, ხასიათი ამას არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა რეფორმა მაინც იმუშავა შეგვიძლია. კი, რა თქმა უნდა, კი, რეფორმამ ნამდვილად იმუშავა. ელემენტარულ სტატისტიკას გეტყვით, რეფორმამდე და დღეს სტატისტიკური მონაცემებით მიხედვით 27% შემცირდა გზებზე დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა. ეს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, წინსვლა, მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა კვლავ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებას სამჯერ, მაგალითად, ხო, რაც საქართველოში რა შედეგიც გზებზე გვაქვს, მიუხედავად ამისა, რეფორმამდე პერიოდს, ტექინსპექტირების რეფორმამდე პერიოდს და დღევანდელ სტატისტიკას თუ შევადარებთ, დაახლოებით 27%-იანი შემცირება არის დაღუპულების და დაშავებულების. ხა რა შეიძლება ამას უკავშირებდე, ხო, რამდენიმე ფაქტორს, ერთი ამ ინსპექტირების რეფორმას და მეორე უფრო მეტი კონტროლი დაწესდა სიჩქარესთან დაკავშირებით გზებზე, რომელიც კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ანუ ტექნიკური გამომართავება ავტომობილის, სიჩქარის გადაჭარბება, მძღოლის, ასე ვთქვათ, იგივე თრობის ქვეშ მართვა, ხო, რამდენიმე ფაქტორი კვლავ რჩება მთავარ გამომწვევად საგზაო შემთხვევებში. ანუ კვლავაც საჭიროა დაუშვათ რეფორმის დამატებითი რეფორმის სრულყოფისთვის დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის თუნდაც საკანონმდებლო კუთხით, თუ ეს უბრალოდ მოქალაქეთა ცნობიერების პრობლემაა მიმართულები და ამაზეა სამუშაო. კი, კომბინირებულად ის რომ სფეროში არის გამოწვევები იციან სახელმწიფო სტრუქტურებმაც და ამის აი თქვენ რომ დავშვით კითხვა ტექნიკურად გამართული ავტომობილი გვყავს თუ არა დღეს გზაზე, ხო? ტექნიკურად გამართულობა ავტომობილის უნდა შეინარჩუნოს გზებზე კანონის აღსრულებამ, იმიტომ რომ როგორც თქვით, შეიძლება ტექინსპექტირებისთვის მომზადებული ავტომობილი შემდეგ გზებზე ისევ ტექნიკურად გაუმართავი აღმოჩნდეს. ამიტომ ამის პრევენცია არის მხოლოდ გზებზე კანონის აღსრულებით, ერთი და მეორე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ეხლა სატესტო რეჟიმში მიდის პროცესი დაევალა მონიტორინგი ინსპექტირების ცენტრებზე და ეს გამომდინარე იყო იქიდან რომ გვაქვს მაგალითად იგივე არაერთგვაროვანი ინსპექტირება, ხო? ანუ ერთ ინსპექტირების ცენტრში დახარვეს და ავტომობილი და ხო, 5 წუთში გაიარა სხვაგან, ხო? ინსპექტირება ეს ხო თავისთავად ცხადია რომ გარკვეულ კითხვებს ბადებს. უფრო მეტიც მე ვაპირებ რომ პირდაპირ ღიად გითხრათ რომ არის პრობლემა, მაგალითად რატომ უნდა მიდიოდნენ თბილისიდან ინსპექტირებისთვის რაიონებში სატრანსპორტო საშუალებები, ხო? ხო ბადებს კითხვას ახლა ადამიანი თბილისში ცხოვრობს, გაიარა ინსპექტირების ცენტრის გვერდით და წავიდა რაიონში, დამატებითი დახარჯა საწვავიც, ხარჯიც, ესეც ხო ბადებს კითხვებს, ხო? და არის ესეთ შემთხვევები აღრიცხული, მათ შორის ინსპექტირების ცენტრებმაც კარგად იციან, ეს იციან მაკონტროლებელმა სტრუქტურებმაც, ამიტომაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და მე მხარს უჭერ და ჩვენ პრინციპში ასოციაციაც მხარს უჭერს დააწესებს მონიტორინგს ინსპექტირების ცენტრებს და ყველა ასეთი შემთხვევა მოხდება განსაკუთრებული ყურადღების ინსპექტირება თუ დავშვათ შემდგომი თვეების საქმეა. კარგი პროცესი მიდის ახლა სამუშაო იმ თვალსაზრისით რომ არის სატესტო რეჟიმი, მათ შორის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვისაც, ინსპექტირების ცენტრებისთვისაც, იმიტომ რომ და ამიტომაც ჩვენ კონფერენციაც გავმართეთ კვარიატში, გაიმართა ეს კონფერენცია, სადაც ბიზნესი და მაკონტროლებელი სტრუქტურები და არასამთავრობო ორგანიზაციები შევხვდით ერთმანეთს და განვიხილეთ გამოწვევები. ჯერ არის სატესტო რეჟიმი, იქ მაგალითად იგივე კამერები უნდა იყოს გამართული, უნდა იყოს ელემენტარული, ასე ვთქვათ, საშუალებები იმისთვის გამართული, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მათ შორის ონლაინ შეძლოს დაკვირვება ინსპექტირების პროცესზე. ეს სწორი პროცესი არის, მათ შორის საერთაშორისო რეკომენდაციების ამას ითვალისწინებს. ინსპექტირების ცენტრები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მტკივნეული ნაწილი ამ მთლიანი პროცესის იმის მიუხედავად ვის მოწოს თქვენ ხა კარგი მაგალითი მოიყვანეთ დედაქალაქიდან მიდიხარ პირობითად რაიონში, იმიტომ რომ დედაქალაქი სავარაუდოდ ფიქრობ რომ შეიძლება ვერ გაიარო ან დაგიხარვესდეს და ასე. გაქვს ლოიალური ინსპექტირების იმედი. და გაქვს რეალურად ეს სეგმენტი როგორც ასეთი რამდენად გამართულად ფუნქციონირებს, თუ ვერ ფუნქციონირებს, სად არის პრობლემა? არის უბრალოდ კონკრეტულ ინსპექტირების ცენტრში თუ მაინც პრობლემა მთლიანად მიდგომაში და დაუშვათ რა არის მთავარი განმაპირობებელი იმისა, უბრალოდ ადამიანური ფაქტორი, როდესაც ერთში მიხარვესდება და მეორეში ვერა? ხო, იცით რა არის, რეფორმა მუდმივად საჭიროებს განახლებას და გამოწვევებზე პასუხის გაცემას. პრობლემა თვითონ გამოწვევების არსებობა არ არის. პრობლემა არის რამდენად სწრაფად ვახერხებთ პასუხის გაცემას ამ გამოწვევებზე. მაგალითად, გაჭიანურდა პასუხის გაცემა ამ ინსპექტირებაზე манипуляციები თორსა გადიან, ხო? აი ეს გაჭიანურდა. მაგალითად ის რომ არაერთგვაროვანი ინსპექტირება, რას თქვით, ამას პასუხი უკვე გაეცემა და ამის პასუხი არსებობს. ამიტომ მთავარი აქ არის რომ ჩვენ ამ გამოწვევებს ასე ვთქვათ უპასუხოთ და
ხო, გარდა ამისა, თავად ინსპექტირების ცენტრებსაც, აი თქვენ რო ახსენეთ, თვითონ ინსპექტირების ცენტრებში ხომ არ არის პრობლემა. შესაძლოა ესეც იყოს. შესაძლოა იყოს იგივე ინსპექტორის კვალიფიკაციის პრობლემაც, როგორ არა, ხო, ის ადამიანური ფაქტორიც არსებობს, შეცდომებიც არსებობს. ამიტომ ასეთი მონიტორინგის სამსახური მნიშვნელოვანია, რომ ყოველი შემთხვევა იყოს შესწავლილი რა არის სისხლის სამართლის დანაშაული მაგალითად, რა არის უნებლიე შეცდომა, მათ შორის დაშვებული ინსპექტირების ცენტრის მხრიდან. თავად ინსპექტირების ცენტრების დგანან გამოწვევის წინაშე და ეს სახელმწიფო სტრუქტურებს მაიციან, აქვთ მათ ინფორმაცია, მაგალითად იგივე ინსპექტირების საფასურთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის შემოსავალი, რაც დღეს ინსპექტირების ცენტრებს აქვთ და ის გამოწვევები, რაც 7 წლის თავზე რეფორმიდან დადგა, ერთმანეთის თავსებადი აღარ არის. ანუ რა იგულისხმება? საჭიროა ტექნიკური აღჭურვის განახლება, საჭიროა უკვე სხვა კვალიფიკაცია ინსპექტორებისთვის, მაგალითად ასევე გეგმაში არის იგივე მოტოტრანსპორტის ინსპექტირების დაწყება, ხო? ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, მათ შორის ინსპექტირების ცენტრისთვის. ამიტომ ის საფასური, რომელიც დღეს არის ინსპექტირებისთვის, ანუ მიმდინარეობს მუშაობა, რომ დავუშვათ საფასური შეიცვალოს და გაიზარდოს. ანუ ამას საჭიროებს დავუშვათ გარკვეული ტიპის ცვლილებები, მთავრობის გადაწყვეტილება თუ რა ტიპის ცვლილებაა საჭირო და მიდის თუ არა ამაზე მუშაობა სახელმწიფოსთან. რა თქმა უნდა, ამას საჭიროებს მთავრობის გადაწყვეტილება, საჭიროებს ასე ვთქვათ, ინიციატივები კონკრეტულ შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრების მხრიდან დგას, ეს წერილობითაც, საჯარო განცხადებითაც, მაგრამ საჭირო ახლა სამთავრობო ასე ვთქვათ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ხარჯი გაზრდილი არის ტექინსპექტირებისთვის, რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი გაიზარდა, საფასური, ტექნიკის საფასური გაიზარდა, ინსპექტორის მომზადების საფასური გაიზარდა, აღჭურვა, შენახვა, მოვლა პატრონობა შენობის, ხო, ყველაფრის საფასური გაიზარდა. იქ მონიშნა უნდა გაკეთდეს, საგზაო ნიშნები გაკეთდეს, ხო? და ამას უკავშირდება ის, რომ დანახარჯი ინსპექტირების ცენტრებს გაეზარდა, ავტომობილთან დაკავშირებული სერვისების საფასურიც გაიზარდა ზოგადად. ამიტომ დგას დღეს ეს საკითხი, რომ ინსპექტირების საფასური მოვიდეს შესაბამისობაში იმ გამოწვევებთან, რა გამოწვევების წინაშე დღეს სისტემა დადგა თვითონ მთლიანობაში. კი ბატონო, ერთ-ერთი ნაწილი არის კვალიფიკაცია. ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე. რა სურათი გვაქვს დღეს ამ კუთხით? თავად, როდესაც ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამოწმებს მანქანას, რამდენად არის მისი კვალიფიკაცია შესაბამისი და რეალურად ერთი ეგ ნაწილი და მეორე არის ავტოსკოლების ნაწილი, კიდე მძღოლები რამდენად დავუშვათ არიან, აი ამ როდესაც ავტოსკოლებში მიდიან, რა სწავლობენ და როგორ სწავლობენ. ეს კიდე ცალკე პრობლემა ამ რეფორმის. აი ამ ერთ და მეორე სეგმენტში კვალიფიკაციასთან გვაქვს საქმე, ხო? ამ კუთხით როგორი სურათი გვაქვს? ინსპექტორების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით რაღაც ისეთი გადაულახავი ბარიერი არ გვაქვს. დღეს საბედნიეროდ არის საშუალებები, სადაც შეიძლება ინსპექტორები დატრენინგდნენ, გამოცდილებაც მეტია უკვე 7 წლის თავზე რეფორმის დაწყებიდან, მაგრამ მუდმივი პროცესია ეს და საჭიროებს განახლებას. არის გარკვეული ასე ვთქვათ მოსალოდნელი ცვლილებები, რაც გულისხმობ, იმიტომ რეფორმა როცა იცვლება ევროდირექტივისთან დაყენებული მოთხოვნებით შესაბამისად საჭიროებენ ინსპექტორების გადამზადებას, ხო? ეხლა მაგალითად თუ დაიწყო მოტოტრანსპორტის ინსპექტირება, შესაბამისად ინსპექტორები უნდა გადამზადდნენ შესაბამისი კვალიფიკაციით. დღეს ამის პრობლემა რომ ცოდნა მიიღო, არ დგას, მათ შორის არც საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, მათ შორის მე თვითონ მაქვს ასე ვთქვათ ძალიან მჭიდრო კავშირები საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტთან სიტა და მის პრეზიდენტი გერჰარდ მიულერი მუდმივად დგას ამ რეფორმების ხარდაჭერად საქართველოში. ამიტომ ესეთი პრობლემა რომ კვალიფიკაცია აიმაღლო არ დგას. ეხლა მეორე საკითხი რამდენად გსურს ეს, მაგრამ ეს სურვილი გაიზრდება კვალიფიკაციის ამაღლების, იმიტომ რომ მონიტორინგის სისტემა დაწესდება ინსპექტირების ცენტრებზე, რაც გაზრდის მოთხოვნებს ინსპექტირების კვალიფიკაციის მიმართ, მაგრამ აქ ერთი ფაქტორი, რასაც ასევე ინსპექტირების ცენტრებიდან ვიგებთ ჩვენ, არის ის, რომ ინსპექტორების ხელფასი აღარ შეესაბამება რეალურად იმ გამოწვევებს, რაც ისეთი სამსახურში უნდა კონდეს ხელფასი, რომელიც შეიცავს აი რისკებს, ხო? რისკის შემცველი სამსახურები ხო არსებობს, იგივე კორუფციასთან მიმართებაში. ამიტომ ინსპექტორის ხელფასი უნდა იყოს მაღალი. ინსპექტორის ხელფასი დღეს არ არის მაღალი, შესაბამისად
შესაბამისად გარკვეული რისკები ამ მიმართულებით არსებობს და როცა საფასურის მოთხოვნაზე არის საუბარი, პირველ რიგში ინსპექტორის ხელფასის ზრდის გამოა ეს მოთხოვნა, ამიტომ ინსპექტორს შეიძლება კორუფციის არსებობს კორუფციის ნიშნებიც ამ მიმართულებით. როცა დაბალია ხელფასი და იქ სადაც მით უმეტეს ინსპექტორი არის გადაწყვეტილების მიმღები, პრაქტიკულად გადაწყვეტილებას იღებს თქვას ეს ავტომობილი ტექნიკურად გამართულია თუ არა, რა თქმა უნდა ასეთი რისკი არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სოფლის ყველა ქვეყანაში. რა შეიძლება ავტოსკოლებს? რაც შეეხება ავტოსკოლებს, ეს მრავალწლიანი მოთხოვნაა ჩვენი, რომ რეფორმა გატარდეს. ჩვენ ვიცით, რომ იგივე მართვის მოწყობასთან დაკავშირებით, ხომ? მუდმივად გარკვეული ცვლილებები შედის, ეს ის ევროდირექტივის შესაბამისად, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ რეალურად მართვის მოწყობა მოხდეს ისეთი ადამიანის ხელში, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, პირველ რიგში რეფორმა უნდა გატარდეს ავტოსკოლებში, იმიტომ რომ დღეს მაინც ხერ ხდება იმ კოდირებით, ხრიკების გზით მართვის მოწყობის აღება, რაც მიუღებელია ნამდვილად. და ჩვენი საუბრის ბოლოს მოტოს მიმართულებით ინსპექტირება, ეს როგორც ხვდებით, ძალიან ახალი სიახლე იქნება. როდიდან შეიძლება რომ ეს უკვე შევიდეს ძალაში, იმიტომ რომ ეს არანაკლებ დიდი ღიბათი შემცველია დავუშვათ გზებზე, როდესაც გადაადგილდებიან და პრაქტიკულად მე ბევრი მძღოლის გავიცი, რომ ძალიან სერიოზული პრობლემის შექმნელია ასეთი გადაადგილება, როდესაც სწორად არ მართავ. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მე პირადად და არასამთავრობო ორგანიზაციების მომხრეები ვართ, რომ მცირეგაბარიტიანი ტრანსპორტი განვითარდეს, გამომდინარე იმ გადატვირთული მოძრაობიდან, რაც გვაქვს და განსაკუთრებით ეს ეკოტრანსპორტს ეხება ხო მით უფრო, მაგრამ ტექნიკური გამართულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავტოსატრანსპორტ საშუალებისთვის, არამედ მოტოტრანსპორტისთვისაც. კონკრეტული თარიღი ესე არ არის დასახელებული, თუმცა ეს საუბარი უკვე აქტიურ ფაზაშია, რომ ელემენტარული ასე ვთქვათ ტექნიკური შეფასება მოტოტრანსპორტის ხდებოდეს და არ მგონი ამის წინააღმდეგ რატომ უნდა იყოს ვინმე, როდესაც ინსპექტირება არ არის, ხო კიდევ ბოლოს ვიტყვი, რომ ინსპექტირება არ არის სადამსჯელო ღონისძიება, ესე უყურებენ ხოლმე. ინსპექტირება არის პროცესი, როდესაც შეიძლება ისეთი ხარვეზი იპოვონ და მოგცენ საშუალება აღმოფხვრა ისეთი ხარვეზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის ზიანი და მათ შორის სიცოცხლის მოსპობაც კი. ამიტომ ეს სინამდვილეში არის ჩვეულებრივი კარგი პროცესი და არანაირად არ არის სადამსჯელო ღონისძიება. კი ბატონო, მადლობა. დავით მესხიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.